მერხვა დაგლოსო დიდი სიყვარული გადაწყვეტა სიყვარულის კანონს დავემორჩილოთ ჭეშმარიტების კანონს დავემორჩილოთ სიყვარული არის ყველაზე დიდი კანონი და ყველაზე დიდი სიმართლე ჭეშმარიტების და სიბრძნით ვთქვათ მომდამია სახარება ქრისტე ჭეშმარიტების და სიბრძნით აღკვაზმა შეგვკაზმა შეგვაიარება ქრისტემ ჭეშმარიტებით სოდნით სიბრძნით უხსნელებით დაუმარცხებელი ძალით ეს რა მოუწა ქრისტემ სიცოცხლის ძალა მოუწა სიცოცხლე მოუწა ჭეშმარიტების სიბრძნით აღკვაზმა და უხსნელების დაუმარცხებელი ძალა მოუწა სიცოცხლის მფრობელმა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ ეს ერთნაირად რომელიც იშვა და ჯვარს იწვა კანონის ქონელთა ხელით გახსოვთ ფარისევლები და წიგნოვები და ასე ვთქვათ მოხსებუთა ხუთსასეთი კანონის პრობლემა კანონისთვის შაბათისთვის და ადამიანის შაბათისთვის და ასე შემდეგ მაგრამ მათ აცვეს ამ კანონის მქონეთა აცვეს ჯვარს მათ ხელთ ეპყრათ კანონი რომლითაც კი ჯვარს აცვეს მაგრამ ყველა კანონი დაარღვიეს მაგრამ ქრისტემ მოგვცა სხვა კანონები ჯვარცმულის კანონები მოგვცა სიყვარულის კანონები მოგვცა აი ამ ჯვარცმულის კანონების მიხედვით უნდა ვიცხოვროთ ჩვენ დღეს ძნელია ერთადერთად დამოუკიდებლად ალბათ როგორ შეიძლება ეს ადვილი იყოს რაც უფალმა გადაიტანა და რაც მისმა მოწამეებმა და შემდეგ ჩვენ მას გამეტი ვერ ვიქნებით, ხო? ამიტომ ვეცადოთ რომ მივსდიოთ, მოვითმინოთ მეტი, მივსდიოთ მის კანონებს. განვითარეთ. სული ადამიანის უნდა განვითარდეს, იმისთვის არის ადამიანისთვის ხატება, მისცემული ღვთის ხატება, რომ იგი უნდა განვითარდეს. ქრისტიანობა ახორციელებს ადამიანში ღვთის ჩანაფიქრს, ღვთის ხატებას ახორციელებს ადამიანში ღვთის ჩანაფიქრს. ეს ნიშნავს იმას, რომ ხატება მოგვეცა, რათა მსგავსებას მივახციოთ. და იმდენად უნდა განვითარდეთ, რომ მთელი სამყარო დავიტიოთ, მთელი კაცობრიობა დავიტიოთ. სანამ ჯერ ამას გავაკეთებ, ჩვენი ოჯახის წევრები დავიტიოთ და ჩვენი გარშემო ვინც არის ახლობლები. ჯერ ისინი ავიტანოთ, შევიყვაროთ, დავიტიოთ და მოვიფეროთ. ჯერ რასაც ვხედავთ, აგერ აქ და ყველა მიყვარს ეთბაშა, ყველას ვენაცვალე და ყველა ჩემი სიცოცხლეა, ეს ადვილია, მაგრამ აბა მიდის ეყარე ცალკეული ადამიანი და შენ ჯერ დაიწყე შენი ახლობლების სიყვარულის ქმედითი განხორციელება. ჯერ აქედან დავიწყო, ვერ გავაფართო წრეა. გავაფართო საერთოდ ვიცით, ხო? საერთოდ გულებში ჩავიხედო. იმდენად უნდა განვავითაროთ, არა მარტო მოყვას მიგვიყვარდეს, არამედ მტრების უნდა მიყვარდეს. ანუ იმდენად უნდა გავდიდეს ჩვენი სული, სულიერი მასშტაბი, რომ იქ ყველასათვის უნდა მოიძებნოს ადგილი, ეს არ მოიძებნოს. საერთოდ თუ არც იცნობს, არც ქრისტიანი არ არის, საერთოდ ვერიტან, ეგეთების მოღალატე, თაღლითი, ნეგატივი, ბოროტი, იმათვისაც რაღაცა კუთხე-კუჭული უნდა მოიძებნოს ჩვენ სულში ქრისტიანული სოფხედელობის იმ ასე ვთქვათ პეიზაჟში, იმ ფერწერაში, რომ იქ ლაქა არ იყოს თეთრი, იქაც იმისთვისაც თავისი ადგილი იყოს, რომ იმისთვისაც ულოცულობთ, ხო? დიდის ლოცვები გავიხსენოთ, საღამოს ლოცვები, რომ შეუძლო ყველა მონარქის მოძულეს მაჩვენებდა, იქ არის თელი ჩამოთვლილი. ანუ იმათვისაც შემდობელი ძალა უნდა დაუპირისპიროთ და იქაც იმათვისაც ვისთვისაც წესით ადგილი თითქოს არ უნდა იყოს ლოგიკით, მაგრამ იმათვისაც ჩვენს განვითარებულ სულში იმათვისაც ადგილი მოიპოვებოდეს, რომ მათთვის კეთილი სურვილი ჩვენი გაზრდას ემსახურებოდეს. ანუ მათი უმადურობა და მათი ნეგატიური და არაკეთილ განწყობილი პოზიცია ჩვენი დამაკნინებელი და განვითარებაში შემაფერხებელი კი არ იყოს, პირიქით, ისინი ტრამპლინი, დასაყრდენი, ბიძგი, საწვავი ყოფილიყოს ჩვენი წინსვლისათვის. შეუძლია და იმათვისაც ჩვენ განვითარებულ სოფხედულობასა და სულსა და სამშვილოსა და სხეულშიც ყოფილიყოს
მოიძებნებოდეს ადგილი და ჯვარი გადავსახოთ. გავაზაოთ სინანულის წყლებში ჩვენი ცოდები, როგორც გავაზაოთ რაიმე ნივთიერება სითხეში, ისე რომ გაზავდეს და ანიგილირდეს. მე ვარ გზა, მე ვარ ჭეშმარიტება და მე ვარ სიცოცხლე, რა თქმა უნდა. სანამ ჩვენ ამ გზაზე მივდივართ, იმედი სასუება ყოველთვის არის. როცა ადამიანი ქრისტეს გზაზე მიდის, მისთვის ყოველთვის მოიძებნება იმედი. სასუება, გამხდომილი იმედი, ყოველთვის მოიძებნება მისთვის. როცა გზაზე ხარ, იცოდე რომ შენთვის ყოველთვის ხელის აპრობელი ზეციური იერარქია. თვალი ჩვენი იესო ქრისტე ყოვლადღე ღვთისმშობელი ზეციური ძალნი, ანგელოზი, მთავარანგელოზი და ასე შემდეგ და რა თქმა უნდა წმინდანები და ჩვენი ხილული დები და ძმები და მოწმეები. არიან ყოველთვის ჩვენთვის ხელის შემცემი და დამხმარე. მაგრამ არის მოწინააღმდეგე ძალებიც, რომლებისთვის როგორც აღნიშნე ადგილი უნდა მოუძებნო და პროპორციული ქრისტიანული მეთოდიკით, ქრისტიანული სტრატეგიით დაუპირისპიროთ მათ სიყვარულებრივი დაპირისპირებით დაუპირისპიროთ ის, რასაც ისინი იმსახურებენ შესაბამისი პროპორციული სულიერებით, რაც მათზე მაკურნებელ და გამწმენდელ მომაქცეველ გავლენას მოახდენს იმედის გამო, ხო? იმედის გამო ვარაუდს. გააჩნიეთ ჩვენ როგორ ვინოცოთ, უწყვეტად უნდა ვინოცოთ. უნდა მეტად მადლობდეთ ღმერთს, იმედი უნდა გქონდეს და გვიხარობდეს, რატომაც არა, გვიხარობდეს. არ უნდა მემსგავსოთ, როგორც საყვედურობენ სახარებაში ხო 2000, რომელთაც უყვართო ხე და ნაყოფის სულთო. ატვირიკი. ნაყოფი უყვართ და ხე სულთ. ესეც უნდა მიიღოს. საოცარი პროექტია, ოპტიმისტური პროექტია, ქრისტიანული პროექტი, ადამიანის განვითარების, ანუ განხორციელების პროექტი. ეს არის თავარი. ჩვენ უამრავ წინააღმდეგობას, უამრავ ქაოსს, უამრავ ენტროპიას ვაწყდებით. იმპერიები ისინი ჩაინთქა. გახსოვთ ხო? ენტროპიამ ჩანთქა იმპერია, სადაც ცხოვრობდით. ჩავარდა, ჩაინთქა და თან ჩაიტანა ბევრი რამ და კიდე ჩააქვს. და ჩვენ არ უნდა ჩავყვეთ ამ ენტროპიას და ქაოსს. ჩვენ ამას სოფლიდან აღებულნი ვართ და ამას სოფლის დინების საწინააღმდეგოდ მივცურავთ და საქმე მარტო იმაში კი არა, რომ ჩვენ არ ჩავიძირო. საქმე იმაში, რომ ჩვენ საწინააღმდეგოდ ამას სოფლის სრულფასეულობების საწინააღმდეგოდ ვიმოძრავოთ და შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება. მარტო რომ ირწმუნე ეს არ არის საკმარისი. რომ ირწმუნე უნდა დაგეთხოვს ეს რომ თუ ირწმუნე უნდა შეიცვალო. და თუ შეიცვალე, მაშინ შენი ცხოვრებაც უნდა შეიცვალო. თუ შენი ცხოვრება შეიცვალა, მაშინ ეს ცვლილება უკეთესი უნდა იყოს, კარგი უკეთესი ხდებოდეს. ანუ შენ მარტო შეიცვალო არ არის, მე და როგორ იცვლები არ ვიცი. უკეთესისკენ თუ იცვლები, მაშინ არის ეს პოზიტიური ცვლილებები, თორემ თუ ცვლილებების წარმატებელი რიგია, მაშინ დეგრადაცია ყოფილა. ხოლო ცვლილებების წარმატებული რიგი წინსვლას მოასწავებს. ყოველთვის არის მტერი, უხილავი და ხილულიც, რომელიც გამოვლინება უხილავის. მტერი ყოველთვის ეცდება, რომ დაგაბრძოლოს შენს მოძრაობაში ხელი შეგიხშალოს, მუხრუჭი ამოგიწიოს, ბორბლებში ჯოხი ჩაგიდოს, დაგამციროს, თავი გაგიტოლოს, მეცაც ვითხოვდი, გიტოლებს თავს და ეს აკომპლექსებს მტერს, იმიტომ რომ თავს გიტოლებს. უნდა რომ გაგიტოლოს, იმიტომ რომ უნდა რომ შენ მოგემსგავსოს და ვერ ემსგავსება და გულზე სკდება მტერი. ამიტომ შენ უნდა გაუღიმო ეს განწყობილი იმედი და მაკურნებელი და დამცველი და მისთვის მისი გამაჩერებელი ჯვარცმა უნდა მოულინო და გადასახო მას ჯვარი. უხილავდაზე ლაპარაკი და ხილული სიგრძის. იმიტომ რომ შენ და იმ მტერს არანაირი მორალური საერთო მნიშვნელი არ აქვს. ბოროტება ყოველთვის ქაოსია, ყოველთვის შემოუსაზღვრელია, ყოველთვის მოუწესრიგებელია და დესტრუქციულია და ყოველთვის შემოდის ბოროტება, ყოველთვის არა მოწესრიგებული ბისაკი, ყოველთვის ენტროპიისგან შემოდის. ხოლო სიკეთე ყოველთვის მოწესრიგებულია, სჯულით და მორალური საზღვრებით არის დაცული და მას შემოვლებულია გალავანი საფრთხის სჯულისა და იგი არასდროს არ გაცილდება. სიკეთე არასდროს არ გაცდება.
სარწმუნოების ბადეს არ გაგლიჩავს და არ გავა ველურ უცხო სივრცეში, სადაც მას თუ ხილოmetrები დაემუქრება და გაანადგურებენ. ამიტომ უნდა დაცული და ფრთხილად ვიყოთ, შეიარაღებულია, გაფრთხილებული უნდა თქვა. ვილოცოთ მეტ. ვმადლობდეთ ღმერთს ყველაფრისათვის. და სიხარული, რომელიც არის მეტაფიზიკური, მიუწვდომელი, დაუმსახურებელი, ღვთისგან ჩვენთვის ნაჩუქარი სიხარული, მოსალოდნელი თუ მოულოდნელი, დაუგეგმავი თუ დაგეგმილი არ ვიცი, უფალმა და ზეწამიცის აუცილებლად წინ გავხდები, რასაც ყველას გისურვებთ. მადლობთ ჩვენს იესო ქრისტეს, იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.